იცოდი იმისთვის რომ საქართველოს მოსახლეობის 1%-ში შედიოდე, უნდა შოულობდე სულ რაღაც 3300 ლარს თვეში. არ ვიცი, რამდენად კარგი ამბავია ეს, შენით გადაწყვიტე. უბრალოდ ამ ვიდეოში მინდა გითხრა თუ რა უნდა გააკეთო, იმისთვის რომ მოხდე საქართველოს მოსახლეობის 1%-ში და შოულობდე მინიმუმ 3300 ლარს ყოველ თვე. პირველი, ნათელია, არ გააკეთო ის, რასაც აკეთებს 99%. ამაში შედის უმიზნო სკროლინგი, ნარკოტიკების და ალკოჰოლის მიღება და რა თქმა უნდა აზარტული თამაშები. საქართველოს მოსახლეობის 99% მხოლოდ იმ მიზეზით ვერ შოულობს თვეში 3300 ლარს, რომ არაფერში ასხამს ენერგიას. ამიტომაც ყველა მათი ქმედება გააკეთეს საპირისპიროდ. მეორე, შეშვის სხვის გაკრიტიკებას. საქართველოს მოსახლეობის 99% კლავიატურის მეომრები არიან. ჩემი ცოლის დაქალების და პრაიმ ტაიმის ყურების გარდა, ძალიან უყვართ სრულიად განსხვავებული ადამიანის გაკრიტიკება კომენტარებში. მესამე, გადადი მოხმარებიდან შექმნაზე. მოსახლეობის 99% დღე და ღამე სკროლავს. უყურებს სხვის მიერ შექმნილ ვიდეოს, კითხულობენ სხვის მიერ დაწერილ წიგნებს, თავად კი სწავლის, ანუ თეორიის იქეთ ვერსად მიდის და რჩება ცხოვრების ბოლომდე იმავე დონეზე. დაიმახსოვრე, 21 საუკუნეში ინფორმაცია არ არის პრობლემა. პრობლემა ამ ინფორმაციის დანერგვა. და მეოთხე, აბრალებს ყველაფერს სხვას საკუთარი თავის ნაცვლად. რა თქმა უნდა, უფრო მარტივია სხვას გადააბრალო საკუთარი პრობლემები, ვიდრე თავად მოაგვარო ის. მოგწერე პირადში სიტყვა ლექცია 1 და გამოგიგზავნე პირადში უფასო მინი ლექციას თუ როგორ იპოვო საყვარელი საქმე.